ახლა განვიხილოთ საკითხი სისტემური ანალიზისა, რომელსაც კონცეფციის ავტორი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს. მეთოდი, რომელიც იძლევა ლექსწყობის ანალიზის საშუალებას, უნდა ემყარებოდეს სისტემურ მიდგომას, როდესაც ერთიანდება ერთი მხრივ სტრუქტურული ანალიზი და მეორე მხრივ ისტორიულ შედარებითი ანალიზი. პირველი მათგანი გულისხმობს ლექსის როგორც ორგანიზებული სისტემის განხილვას, როდესაც ერთი მხრივ ყოველ ერთეულს თავისი ადგილი, ფუნქცია და მიმართებები განეკუთვნება. მეორე მხრივ კი ერთეულთა და მიმართებათა კონკრეტული რეალიზაციები და ფორმები კვალიფიცირდება როგორც სისტემაში მოქმედი წესების კონკრეტულ გამოვლინებათა კორპუსის წევრები. კონცეფციის ავტორის ამოცანაა დანახულ იქნას სტრუქტურა. შემდეგ კი მისი ცალკეული ელემენტების და ფორმების ანალიზისას დაემყაროს იმ თვალსაზრის, რომ მოქმედებს სტრუქტურა და მისი წესები, ხოლო ცალკეული ელემენტი და ფორმაც მოქმედებს როგორც სტრუქტურის წევრი ან მისი კანონების ამსახველი. ამგვარი მიდგომის იგნორირების მაგალითები ქართულ ლექსმეცოდნეობაში ხშირად გვხვდება. მაგალითად, საუბრობენ 10-მარცვლიანი საზომის შესახებ, მაშინ, როდესაც ჩვენ წინაშეა ლექსები, რომლებიც აგებულია ან მხოლოდ 5+5 სტრიქონზე, ან მხოლოდ 4+0+4+2 სტრიქონზე, რაც ჯამში 10 მარცვალს იძლევა ასევე, ან მხოლოდ 3+3+3+1 სტრიქონზე და არა მათ შერევაზე. შერევის შემთხვევაში კიდევ შეიძლებოდა საუბარი 10-მარცვლიანი საზომის შესახებ, მაგრამ არა ამ სტრუქტურების ცალ-ცალკე გამოყენებისას. ცხადია ისიც, რომ ნებისმიერი აგებულების აღწერისას უნდა გამოვდიოდეთ მთელი სისტემიდან. იმ შემთხვევაშიც, როდესაც მსჯელობთ ამა თუ იმ პოეტის შესახებ, ან მოცემული სინქრონული ჭრილის შესახებ და როდესაც შესაძლებელი მასალა რამდენადმე შეზღუდულია. ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ სტრუქტურათა რეალიზების ყველა შესაძლებლობა. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც არ არიან რეალიზებული მოცემულ სინქრონულ ჭრილში. რადგანაც არა რეალიზებულნიც მოცემულ ეტაპზე, მოცემულ სინქრონულ ჭრილში არა რეალიზებულნიც, ისინი არსებობენ, მაინც არსებობენ იმპლიციტურად და ზღუდავენ რეალიზაციის მოცემულ დონეს. თუ მაგალითად რუსთველის ეპოქაში და უფრო ადრეც 5-მარცვლიანი პირველი წევრის მქონე ორწევრიანი კომბინაციებიდან ვხედავთ მხოლოდ 5+5 და 5+3-ს, ეს ჩვენთვის უნდა ნიშნავდეს მხოლოდ იმას, რომ მოცემული ერთეულები აგებულია არა საკუთარი წესებით, არამედ ორწევრედის იმ ქვესისტემის განმსაზღვრელი სტრუქტურული წესებით, რომლის წევრებია 5+5, 5+4, 5+1, 5+0-ის ჩათვლით გამოვტოვე ორი წევრი და რომელიც სრული სახით იქნა რეალიზებული
რუსთველის ეპოქის შემდგომ მოგვიანებით. სტრუქტურული ანალიზის შედეგად შეიძლება ისეთი რიტმული აგებულებების, ისეთი რიტმული სტრუქტურების პოსტულირება, რომლებიც სათანადო ადგილას აკლია სისტემას. შეიძლება ავაგოთ ერთეულების, დასრულებული რიტმული მონაკვეთების, მეტრების, ყველა შესაძლებელი ფორმის ცხრილი და მასში შევიტანოთ ისეთი აგებულებები, რომლებიც სადღეისოდ არაა რეალიზებული. შესაბამისად, შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ ამა თუ იმ აგებულების, ამა თუ იმ მეტრის გამოჩენა და პირიქით შეიძლება განსაზღვროთ შეუძლებელი ფორმები. მაგალითად, როდესაც ქართულ ლექსში ხუთმარცვლიანი პირველი წევრის მქონე ორწევრედთა სისტემაში მე-19 საუკუნიდან ვხედავთ შემდეგ ელემენტებს 5+5, 5+4, 5+3, 5+2, 5+0. ხოლო პარალელურად ვხედავთ, რომ მეორე ქვესისტემა 4-მარცვლიანი წარმოდგენილია შემდეგი სახით: 4+4, 4+3, 4+2, 4+1, 4+0. ასეთ შემთხვევაში შეგვეძლო გვევარაუდა 5+1 ორწევრედის გამოჩენა, რაც განხორციელდა კიდეც გალაქტიონის პოეზიაში. ქართული ლექსწყობის სისტემის რეალიზაციის დღევანდელ ეტაპზე შეიძლება მივუთითოთ არაერთი აგებულება, რომელიც არ არის რეალიზებული, მაგრამ სისტემის პოზიციებიდან კანონზომიერიც არის და დასაშვებით. თქვათ, იგივე 5+1 ქმნის ერთი ორწევრედის შემცველ სტრიქონს, მაგრამ არ გვაქვს 5+1 + 5+1 სტრიქონი. თუმცა ის სრულუფლებიანი წევრია ქართული ლექსის იმ სტრიქონთა ქვესიმრავლისა, რომელიც ორი ბინარული შემადგენლისგან არის აგებული. ამიტომაც ასეთი სტრიქონი მოსალოდნელია ქართულ ლექსში.